ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობის მე-9 დღეს პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტელეკომპანია კავკასიასთან საუბარში მისი ბიზნეს პარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი ამბობს, რომ ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაპიაშვილის თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს 5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რადგანაც პენიტენციური ექიმების ვარაუდით მან ტვინში დაზიანება მიიღო და ამის შემდგომ მან ფეხში მგრძნობელობა დაკარგა. 5 დღის წინ გიორგის ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რის შემდეგაც მარცხენა ფეხში მგრძნობელობა საერთოდ დაკარგა და ფაქტობრივად მას ეთლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. გუშინ იყო ჩვენი ადვოკატი შესული, ჩვენმა ადვოკატმა მოინახულა და მაშინ გავასაჯაროვე პირველად, რომ თვითონ იქ პენიტენციური ექიმების ვის მეთვალყურეობის ქვეშაც იყო, ისინიც ძალზე შიშობდნენ და ამბობდნენ, რომ საყურადღებო მდგომარეობაა, იმიტომ რომ ამ კრუნჩხვის შემდეგ შესაძლოა, რომ თავის ტვინში რაიმე დაზიანება მიიღო და ამის გამო დაკარგა მგრძნობელობა ფეხში. დღეს პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო შესული ეკაბესელია, მანაც მოინახულა და მანაც აღნიშნა, რომ გიორგის მდგომარეობა ძალზე მძიმე არის. სწორედ ეს ფაქტორები გახდა თავარი მიზეზი, რომ გიორგი გადაეყვანა დღეს კლინიკაში, რადგან უფრო მეტი კვლევა ჩაუტარდეს. შიმშილობის შეწყვეტას არ განიხილავს და მეტიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მძიმეა, მაგრამ მისი მენტალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით იგი ძალზე შემართებით არის, არ განიხილავს შიმშილობის შეწყვეტას და ბრძოლას გააგრძელებს ბოლომდე, როგორც თავად იძახის. ქართული ოცნების სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით 11 მარტს შეცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. მან ასევე ძალაში დატოვა ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის გირაო. მათ ოცნების პროკურატურა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება. გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ მას რეჟიმი პოლიტიკურად დევნის.